სალამის საძმო მოიწით ახლოს. მოკლედ ახლა ჩამოვედი საჩხერეში, ჩემთან სოფელში. დღეს არის შაბათი. ესე შაბათ-კვირას ჩამოვდივარ ხოლმე სხვადასხვა საქმეების გასაკეთებლად. საკმაოდ ცივა, ცუდი ამინდია ჭერათხებზე, თოვდა. ხო და მეთქი იმედი მქონდა ჩამოვალ მოთოს მეთქი და ანუ თოვსთან ზევიდან და არო დადიხარ და შიო დადიხარ, თოლი კარგია, მიყვარს თოლი კარგია. აბა ჰე. თუ შევძლებ თან შიგადაშიგ რაღაცეების გაკეთებას, ჩავწერ, ასე ვთქვათ, სოფლის შაბათ-კვირის ვლოგს. მე სახელი შევურჩიოთ, დამიწერეთ კომენტარებში. რა სახელი დავარქვათ ასეთ სტილის ვლოგებს და თქვენთან ერთად ვართ. ესეთ ჩემი სახლი ეს არის, ჰე? არანია ეს. შევიჩით. ქათმები აბუზულან, იგექებიან სილაში სიცივეში. დანარჩენები სად არიან და ქათმებს ჭირდებათ ზამთარში ვიტამინები აუცილებლად და ასევე კირქვა, რომელსაც იღებენ აი ქვეშიდან. იგივე კალცი. მაგარი ცივა, ძალიან ცივა. წამოდით ერთი. ჩემ კურდღლებს დავხედოთ როგორ არიან, რასაკეთებენ. ეს პაწუა ნახე. როგორი ყურება. შავმასკიანი კალიფორნიული არის ეს. ესენი არიან დაახლოებით ახლა 2 თვისები. ნახე უყრიათ ძირს. ასეთი სტილის გალიაში მყავს. აკრიზენები მყავდა ხოლმე ადრე და მე გამომითავისუფლეთ ადგილი. ეხლა ეს ორთვიანები უნდა გადავარჩიო. დედალი რომელია და მამალი რომელია. თოც დაიწყო, აი პიფკებს ხედავთ. მოდის პიფკები ცუდი ამინდი მოდის. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძველი დედა და დაახლოებით იქნება 2 წელს, რომელიც ძალიან კარგი მუშა დედაა. ბენი! მუშა დედა არის და კარგად მუშაობს. ესეთი პედერა ბაჭიები ყავს. თავიდან რა მინდოდა რომ მეთქვა ამ პატარა მონაკვეთში. თავიდან ბაჭიებს უჭირთ ხოლმე თვალების ახელა. და ზოგჯერ არის ხოლმე საჭირო, რომ ჩვენ დავეხმაროთ და თვალი ავახელოთ რა. ისინი გამოყოფენ თვალის მიდამოზე, ანუ გარშემო ისეთ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ წებოს უძახიან წებოვან სითხეს, რომელიც თვალს უწებებს და ჩვენ უნდა დავეხმაროთ და გავხსნათ. ყველას ასე ვთქვათ ახელელია ამ ბუდეში თვალი. მოკლედ დახუჭოლი რომელსაც ეს თვალი ცოტა უნდა შეუხსნა ასე და შეუხსნა და ეკნებათ მე კარგად და დედა თავისი ნერწყვით დაამუშავებს და პრობლემა არ შეიქმნება ახლა ამას გახელილი აქ. აი აქტიურად გახელილი აქ. ესენი ბევრნი იყვნენ, ვერ ეტეოდნენ და აქ დავუმაგრეთ საკვებურს ახლა. დავუმაგრეთ საკვებური, ნაწილი აქ ეჭაჭამს, ნაწილი ახეთ. და გამოცხოვნე ჭამოს. ვერ ეტევია. უნდა გავითვალისწინოთ საკვები ფრონტი მებუთრეობაში. ეს არის საუკუნოვანი სალოცავი. ეძახიან ანგარულს რა. ჩემი სახლის წინა. აქეთ არის ჩემი სახლი ქვევით. ასე ამოდიხარ ანგარულს. და ახლა გამომყავს ხოლმე საღამოობით ხარისხისთვის ძალიან ბოდიშ გიხდით, იმიტომ რომ აი შაშვი. გაიგონეთ შაშვის ხმა? ხარისხი ბოდიშ გიხდით, იმიტომ რომ 7 საათია უკვე 7:30-ია მოსაღამოდა. ხო და ჩემი კამერა მაგდენს ვეღარ უკაჩავს. სტაბილიზაციას არ მაქვს ახლა აქ წამოღებული სოფოში და აი აქეთ არის ჭალები. ერთი ვიდეო რომ მიდევს მე როგორ მოვიპოვოთ კვარი. აი თუ ხედავთ იმარს იქით ასიარულები ვარ ისე. ვიარე ნაძვებია მაღლა და იქით ვიყავი. აქეთ არის უკვე ანგარული. კარგი. ბუნების წიაღში შუაში დგას
სალოცავი ქვით აშენებული. ერთადერთი რაზეც გული მწყდება ამ თაურობამ, რაც იცის, ეს არის გზის დაგება. აი ეს გზა, რაიანაც ასე ამოდის, არ იყო. აქ იყო სრული ბუნება, აი ეს ბეტონი. აი ეს, აქ არ არის საჭირო. აქ ვთამაშობდი ხოლმე. კოტრიალობდი. ტალახი საერთოდ არ იყო, რა ტალახი, რის ტალახი მინდორი იყო. ისე რომ არც ზამთარში, არც შემოდგომაზე, არც გამოზაფხულზე და არც ზაფხულზე არ დაისურებოდი, რა. აგე ბეტონი შემოხლაშუნეს და შემოასხეს აქ, ამ იმაში, ბუნებაში ამახინჯებენ ამ საუკუნოვან წიაღისეულ რაღაცებს. ერთი პერიოდი ისე გაუბრალდი, პრეფერატორით უნდა მოსულიყავი და ამეყარა ეს. იმიტომ რომ საქმე არ იციან რა უნდა გააკეთონ. თავრობამ არ იცის რა უნდა აკეთოს. არიან უზნეოები და თავიანთი ადგილებისა და პროფესიის შეუსაბამო კანდიდატები. კვირაა დღეს ნათლის ღებაა ჩემო კარგებო. გილოცავთ. ეს არის თრავას. რომელი საათია ახლა? 12 საათია დაახლოებით და ახლა უნდა წავიდე მეორე სოფელში. ეს არის მერჯევი. მერჯევიდან უნდა წავიდე საერხეში. იქ მაქვს კიდე საქმე რომ დავხედო ფუტკრებს რა შვებიან. ასაკეთებენ და ზამთარი მოდის. მოსულია უბრალოდ აქეთ თოვდა ვერ დადო კარგად, მაგრამ მოსალოდნელია ძალიან დიდი თოვლები და ყინვები და დაუშვათ რომ ვერ ჩამოვიდე მე შემდეგში რაღაცა კანდი მაქვს წამოღებული და ის უნდა მივცე ჩემს ფუტკრებს. საშიშია მაინც თავი უნდა დავიუზღიოთ. წავიდეთ ახლა ცენტრალური გზა იქით ჩამოდის. ამდენ ხანში გავუყვები ერთი. მალე ჩავდივარ ხოლმე საჩხერიდან და საჩხერიდან მე საერთაშია აიბენა იგრევე რა. წავედით. ახლა ზამთარში დღე მოკლეა. გარეთ რო გადიხარ ვერაფერს ვერ აკეთებ. სიცივია, ხან წვიმს, ხან თოვს. ხო და ცოტა ინტერესო კი არის, მაგრამ ძაღლი გაერია. მეზობლის, ნაირას ძაღლი, ნაირას. ზაურიოს. საერქის მარშრუტას გავუყვეთ, ახლა ჯობია. ჩაწუნწკლული არის მთელი საჩხერესი. ჩაწუნწკლული ვირუსებით სავსე და ტალახით. ეს რაც უზე გადის, მაგრამ ახლა იქ რო გავიდეს სავანტყოფოს და იქიდან დაველო და გავყვე რაღაცას. ნაკლებად. ესეთი წვიმა მე არ მაწყობს სიმონ. აი ამიდი იქნება ან ცოტა წამოფიფხლავს მეთქი. წამოთოვსკო და იქნება გადაიკაროს ცოტა თორე ასეთ წვიმაში მე ვერ ჩავალ ვერ ვიმუშავებ ფუტკებთან. ძალიან გლახად წვიმს სიმონ. არ გამოდგება ჩემო კარგო ასეთ ამინში ფუტკართან მუშაობა. უესეთ გააფუჭებ საერთოდ საქმეს თუ ესეთ ამინში იმუშავებ ფუტკართან. ძალიან ცუდი ამინდია. მე უბრალოდ თავის დაზღვევა მინდოდა იმ მხრივ რომ შემდეგ შაბათ-კვირას დაუშვათ თუ ვერ ჩამოვედი მეთქი. კანდი რო კონდეს მეთქი რომ ყინვა არ მოუწიოს ან რაღაცამ და მაინც რო კონდე და აიღოთ მეთქი რა. ხო და იქით არიან კიდე ხედავთ ქვევით. ხო და თაფლი კი აქვთ. შეუძლიათ გადახსნან ჭამონ, მაგრამ ყინვები ისეთი იცის აქეთ, რომ ცოტა საშიშია. ხო მე მივხვდით. ხო და ნახოთ ერთი რა იქნება. აი ნახეთ როგორ წვიმს. გარეთ არც გამოდიან რა, როგორ გამოვა გარეთ. კაცო, ძალიან სიცივია და წვიმაა გარეთ. ხო და გუნდი აქვთ ამათ ახლა ძალიან ძლიერი გუნდი აქვთ შეგრული. ბარტყიც არ აყავთ ახლა ამათ. ხო და მე კარგი ამედი რო ყოფილიყო დღეს შესაძლოა დამუშავებაც ტკიპაზე, თუმცა 15 გრადუსი მაინც უნდა იყოს გარე ტემპერატურა, რომ ჩვენ დავამუშავოთ ჩვენი ფუტკარი ტკიპაზე და ბარტყი რო არ აყავს მაშინ. მაგრამ არ გვიწყობს ამინდი ხელს. ჩემ ნებაზე არ არის შაბათ-კვირას რო ჩამოდიხარ, ან დაგემთხვევა ამინდი, ან არ დაგემთხვევა. მოკლედ აი ესეთი ამინდი იქნება დღეს თელი დღე და შეიძლება განვლილი ერთი კვირაც კი ესეთი ამინდი იყოს, რომ მოაღებს პირს წვიმა. დასავლეთში აღარ ჩერდება ხოლმე. ხო და
მოკლედ დღეს გადაიდო ფუტკართან მუშაობა, კანდი, წამალი, ყველაფერი წამოღებული მაქვს. შევინახავ შემდეგისთვის და მე რო ჩამოვალ. თუ შემდეგ შაბათ-კვირას მე ვერ ჩამოვედი, იქით პირველ თებერვალს მე ვიჭველი უნდა ჩამოვიდე ყველა ვარიანტში რამენაირად, რომ რაღაცა ყურადღება მივაქციო. უყურადღებოთ, საერთოდ არ ვტოვებ არაფერს, რომ რაღაცა უყურადღება მიცის მე ყველაფერი ცუდი. და მოკლედ მეგობრებო, ესეთი ამბები არა. ცუდ ამინჩი ფუტკართან არ იმუშაოთ. წვიმა როდესაც არის, ქარი როდესაც არის, სიცივე ძალიან არ ახადოთ ფუტკარს თავი, სკის თავი. უნდა წავიდე, თორემ არ გამოდიება ვინაერთ ცუდი ამინდია, რომ ვერ ვიმუშავებ ასე ამინჩი. თავს ჩხერეში ჩავიდეთ ახლა. აბა თქვენიცით მომავალ შეხვედრამდე მოიწერე არხი კაცურად.